და მე მგონი გადავიდეთ ახლა შემდეგ რაღაცა თავარ ნაწილზე და რაზეც მეც ძალიან მაინტერესებს არ მისაუბრია თქვენთან ამ თემაზე. და ალბათ ჩვენს გამომწერებსაც აინტერესებთ ყველას, იმიტომ რომ წლები ამ თემას ველოდებით. და მოვიგეთ სასამართლო. და მე ძალიან მაინტერესებს რა სიკეთეები აქვს ამას, იმიტომ რომ ბოლომდე ჯერ კარგად ვერ გავიგე. ერთი ის ვიცი რომ 16 ივნისს მოვიგეთ და 17 ივნისს წამართვეს კიდე ერთი დანა. როგორც ძალიან გონორზე ვიყავი. აი და მე დაასხონერად ლაპარაკობდი იქ რომ მეთქი მანამდე თუ იყო ხოლმე რომ შენ რა იცი კანონდა ჩვენ ვიცით. ახლა მე მეუბნები შენ რა იცი მეთქი და რომ მითხეს რომ კიო ვიცითო უკვე არგუმენტი მქონა რომ არაფერი თქვენ არ იცით და არც ერთმა არ იცით. ხო და მაინც რომ ჩავშალოთ და გავერკვეთ აი მაგალითად შენ მოყვე რა მოხდა რას დაგაჯერიმეს და თქვენ მე შევაფასე. ხო მოკლედ შემთხვევა მოხდა 23 წელს იყო 24 წელს იყო ნოემბერში და პარლამენტის წინ ჯიბეში შეgaჩერეს და ხო შემაჩერეს გადამოწმების მიზნით ჯიბეზე გარედან მეკეთა მრავალფუნქციური სპაიდერკო ბევრს გეცოდინებათ სურათას დავურთავთ სანამ ამ მემჯერა რომ მაგ სპაიდერკოს გამოშეცვალეს მრავალსაგნოვანი მჯერა და იქ მაინც თავით აიზღვიეს კიდე და შეიძლება არ იყოსო მაგრამ მაინც იყოს ჩაწეროს აი მაგ კონკრეტული დანის გამო ეს კონკრეტული პუნქტი ამ კანონში და მაშინ ცივი არ იყო და ჯიბეზე მეკეთა ეგ და ნუ პოლიციამ გამაჩერა პარლამენტის წინ გადამოწმების მიზნით და კიდევ რამე ხო არა გაქვსო დანაო ან რამეო და მეთქი კი როგორ არა მაქვს მეთქი დანა და კი რა თქმა უნდა ჯიში და ჯიბეშიც მე და ვიქტორინოქსის წალპირიანი დანა ხო რომელსაც მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე სულ ვატარებ ხო და პოლიციამ მე წინა ვიდეოში რო ვისაუბრეთ მაშინაც კანონი მე მგონი დაარღვია რომ არანაირი გამოკითხვა არ ჩაუტარებია რატომ აქვს მე ის დანა რატომ ვატარებ საზოგადოების წესრიგს არ ვარღვევდი ესე უკითხავად პირდაპირ პატიოსან მოქალაქეს ნუ ჩათვალეს რომ კანონს ვარღვევდი აიღეს და დამაჯარიმეს არა ერთ წელი კიდევ ეს არის 6.2 არ ვიცი ანუ დასკვნა რომელზე გაკეთეს აქედან ამ დანების შემთხვევაში დასკვნა სამხარაულის არსებობს მხოლოდ ამაზე არ გაიგე მხოლოდ ამაზე კეთილი აი ბატონო გიორგი ეს პორტოხალი გაქვს კი ბატონო ეს დანები აი ფოტოხის მიღების მიზნით და ზოგირისთვის აი ვერ გავიგე ზოგირისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აქვს ისეთი რომ შეიძლება დამოუკიდებლად მიქნება ხორთოხლის ან არის რაიმე აუცილებელი ჯანმრთელობის გარემოება რომ გარკვეული კითხვას ვერ მივხვდი ფორთოხალი ჩემი აზრით დანის გარეშე არ იჭმევა კითხვას ვერ მივხვდი კარგად ეხლა დაგიდასტურე კეთილი მოგიმართა უყურე რაიმე გაქვს ჯანმრთელობის არანაირი არა ეცი დამასწრებული მესმის კი გავიგე ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სამედიცინო დასკვნა ან ექიმის რეკომენდაცია რომ გარკვეულ დროებში უნდა მიიღოს არანაირი კი ბატონო გავაჩერო კი ბატონო პარლამენტის წინ მანქანის წინ ვიდექი პატრულის თანამშრომელმა მკითხა რა გაქვს ჯიბეზეო დანა მაქვს მეთქი ჯიბეზეო წარმოგვიდგინეთო წარმოვადგინე რაღაცა პერიოდის მერე გასაუბრება მოხდა ჩვენს შორის ჩანთაზეც მკითხეს ჩანთაში რა გაქვსო დანები მაქვს მეთქი ჩანთა ცოტა ხანში მხოვეს რომ წარმომედგინა და წარმომედგინა დანები წარმოვადგინე ჩანთა ზურგიდან მოვიხსენი ჩანთა დანები ამოვალაგე და ეხლა ვწერთ ახსნა განმარტებას კეთილი შევთა ეგრე არის როგორც იყო ისე ზუსტად აღიქვე კეთილი მაშინ გავთიშავ ეხლა დროებით შევიტანეთ საჩივარი ხო ნუ ამ საჩივარში ფაქტობრივად ჩვენ ავწერეთ მე რომ რატო მოხდა საერთოდ ეს რატო ქონდა რა მიზნით სად მიდიოდა საიდან მოდიოდა ერთი ეგ და მეორე ნუ პროფესიული მიზნით ახორციელებდა ასე რომ ვთქვათ ამ დანების ტარებას იმ კონკრეტულ მომენტში და ლოკაციაზე და ეს არ გამოუკლევია მოპასუხე ორგანოს და გარდა ამისა ძირთად აქცენტს ვაკეთებდეთ ასე რომ ვთქვათ
თვითონ ამ ცივი იარაღის როგორც სამართლებრივი ტერმინის და ცალკე არსებითი საფუძველი იმ დაჯარიმების, რაზეც დააჯარიმეს პატივცემული და კონფისკაციასაც ითვალისწინებს, ხო, ეგ ყველა ვიცით ახლა იმ ჯარიმასთან ერთად კონფისკაციასაც. ხო. შეიძლება ძალასიც არ იყოს. შესაბამისად ორ საკითხზე ძირითად აქცენტს ვაკეთებდით ორ საკითხზე. ერთი რომ აღმასრულებელმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა როცა გადაწყვეტეს რომ დაეჯარიმებიათ ადამიანი არ გამოიკვლიოს გამორიცხავი გარემოებები, ანუ ტარება რა მიზნით ხორციელდებოდა, ტარება ყველა შემთხვევაში არ არის დასჯადი ასე რომ ვთქვათ იარაღის, მათ შორის პროფესიული მიზნით როცა ატარებს ადამიანი სჭირდებოდა კონკრეტულად ეს განმარტეთ ახლა დეტალურად სასამართლოში და ამას და გაიზიარა სხვათა შორის სასამართლო მე და თავარი მნიშვნელოვანი ჩვენი პოზიცია ამ თვალსაზრისით. ნუ აქ აღარ თქვენ ყურადღებას ამაზე აღარ გავამახვილებ დეტალებს აღარ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ მეორე აქცენტს რაზეც ვაკეთებდით ვამბობდით რომ ცივი იარაღის როგორც ასეთი დეფინიციის პრობლემა არსებობდა კანონის დონეზე და შემდეგ პრაქტიკაში რეალიზების. ნუ ორიოდე სიტყვით მე ვიტყვი, შემდეგ მაშინ პატივცემულ კოლეგას გადავცემ სიტყვას დამატებად დასაუბრო იქნება კიდევ აქ. ძირითადად სასამართლომ ამ ნაწილში სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია, რასაც ქვია რომ პროფესიული მიზნით ატარებდა და ეს უკვე შემადგენლობას იძლეოდა იმის რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო და დაკმაყოფილდა. თუმცა მეორე მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა ასევე ფაქტობრივად ერთადერთი მტკიცებულება იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი იყო ექსპერტის დასკვნა, რომელიც ერთ დანაძე ამბობდა რომ ცივი იარაღი არ არის, შემდეგ მეორე დანაძე ვიქტორ ნოქსი ამბობდა რომ ცივი იარაღია, ხო? მრავალფუნქციურზე სხვათა შორის მოცულობით დიდიც არ იყო, ხო, ჩამკეტეთ ის დასაფიქსირებელი სპაიდერკოს ქონდა, მეორე დიდს ქონდა ჩამკეტეთ. და იმას არ ქონდა. არა, აქ არ არის სპაიდერკო მე მგონი ამაზე არ ამას არ ქონდა იმის რომ ეს დაგაჯარებდეს. ამას არ ქონდა. ანუ უბრალოდ შემდეგ მოვიწვიეთ მოკლედ ექსპერტი, ნუ ამაზე ბევრი ძალისხმევის სახარჯვა დაუჭირდა. უფრო სწორად შინაგან საქმეთა სამინისტროს დასჭირდა ძალისხმევის დახარჯვა, იმიტომ რომ გაუჭირდათ პატივცემულ ექსპერტის ნახვა. ხო, თვითონ მოვიდა თუ როგორც იყო, მაგრამ ნუ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუჭირდა რა წარმოდგენად თავისთავად. ნუ საბოლოო ჯამში ჩვენი კითხვებით ამ გარკვეულწილად სტრატეგიით რომ გამოვკითხებთ ეს ექსპერტი და ნახევრად დამაკმაყოფილებელი პასუხები შეიძლება ასე ითქვას მივიღეთ. შინაგანი რწმენა მოსამართლეს ჩამოუყალიბდა და თვითონ ამ დადგენილებაშიც ამაზე აკეთებს აქცენტს, რომ არ იყო თანმიმდევრული პატივცემული ექსპერტი, როდესაც ასეთ დასკვნებს აკეთებდა, რომ ცივი იარაღი იყო, ცივი იარაღი არისო, სადაც გააკეთა და არ გამოიყურებოდა დამაჯერებლად. ნუ ამ თემაზე ამას რომ მოვურჩებით, აქვე ალბათ უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგადად ექსპერტები რაც ჩვენ დასკვნები გვინახავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიც და სამხარაულის ექსპერტიც. ეგ დასკვნები არის რაღაც რამოდენიმე ათეული დასკვნა გვაქვს. უკვე. არც ერთ შემთხვევაში არ უთითებდნენ კანონის ნორმას და უფრო მეტით კანონსაც კი არ უთითებდნენ რითი ხელმძღვანელობდნენ. და როგორც წესი უთითებენ რაღაცა შინაგან ინსტრუქციებს, რომელიც სავალდებულო ჩვენთვის არ არის, რიგითი მოქალაქისთვის, მისი გაცნობა, შინაარსის ცოდნა ჩვენთვის სავალდებულო არ არის და პარალელურად უთითებენ არ სავალდებულო არ არის. არავისთვის სავალდებულო არ არის. პირველობითად მათთვისაც არ არის, მათთვის თვითონ სავალდებულოდ იყენებენ. ხელმისაწვდომიც არ არის, ანუ არც არავინ არ გაძლევს და მეორე კანონის ძალა არ აქვს საერთოდ. და შესაბამისად არ რელევანტურია იმაზე დაყნობით მე მითხრას რომ ცივი იარაღია, ჩემთვის ახლა რა მნიშვნელობა აქვს, ადრა წაიკითხა, ხო? მე უნდა ვეფუძნებოდა კანონს. და კანონია ჩემთვის სავალდებულო როგორც მოქალაქისთვის. გარდა ამისა, მან უთითებენ როგორც წესი ლიტერატურას. ეს ლიტერატურა რო ჩავეძიეთ, მივითითეთ აღმოჩნდა რა 70-იანი წლების, 60-იანი წლების რუსული მედანეების თუ რა ვიცი, სპეციალისტების რა, საბჭოთა კავშირის მე რუსული არის. საბჭოთა კავშირის რუსების ასე ვთქვათ, თეორია, რომელიც განავითარა ერთმა სპეციალისტმა, მეორე სპეციალისტმა, მესამე სპეციალისტმა და ასე სპეციალისტი მაშინაც დღესაც და მომავალშიც არის, რა ვიცი, 10, 20, 200, 300, რამდენიც გინდა, იმდენს ნახავ.
ალბათ ქართველი შეიძლება გაჭირდეს, მაგრამ რუსსაც, გერმანელსაც, ამერიკელსაც, ინგლისელსაც, რა ვიცი, ყველას. შესაბამისად, რატო იყო ეს ვიღაც სამი გარდაცვლილის და წინა საუკუნის მოღვაწე რუსის ნააზრევი ამ წიგნებში, მანდამაი ჩემთვის სავალდებულო, ან ქართველებისთვის სავალდებულო და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს რატო ეგეთი სახელმძღვანელო, ამაზე პასუხები ვერ მივიღეთ. შესაბამისად, საბოლოო ჯამში წერს მოსამართლე, რომ არ გამოიყურებოდა თანმიმდევრულად დამაჯერებლად შესაბამისად ის მტკიცებულებაც ჩვენ სასარგებლოდ იქნა გამოყენებული იმ გაგებით, რომ სანდოობა იმ მტკიცებულების შეილახა და საბოლოო ჯამში გამართლა ბატონო გიორგი, მაგრამ ახლა კანონიერ ძალაში ჯერჯერობით არ ვიცით შესული არის თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო გაასაჩივრებს თუ არა. მე მგონია რომ არ უნდა გაასაჩივროს აქ პერსპექტივა არ ექნებს. ხო, მე იმ თვალსაზრისით თუ შევხედოთ რომ პერსპექტივა რამდენი აქვს, ხო, არ ვიცი, შევხედავთ ამასაც, საინტერესო იქნება ამ გაგებითაც. მე არ გავასაჩივრებ და მთავარი ცივი იარაღის განმარტებას სამართალწარმოების ფარგლებში და სამართლის ფარგლებში რო გწოდნოდა რომ გვეთქვა რომ მოსამართლე რას ხედავს ცივი იარაღად, სამწუხაროდ ვერ მივიღეთ. მთელი ჩემი პირადიც მიზანი ამ სამართალწარმოებაში იყო რომ ეგ მიგვიღო რომ მოსამართლე არა კონკრეტულად ანუ სამართლის ეგიდით რა ითვლება ცივი იარაღად, რომ ეს შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ კიდევ საკონსტიტუციო სამართალწარმოებაზე, რომელსაც გეგმავთ და რომელსაც ვერაუვლით გვერდს, აი იქ კარგი იქნებოდა რომ წარგვედგინა და ასე რომ ვთქვათ, გამოვიყენებდით ამას, გამოვიყენებდით ჩვენ სასარგებლოდ კი არა, ზოგადად კანონმდებლობის მიზნების გასამართად და პრაქტიკის გასამრცობად. თუმცა ეს ვერ მივაღწიეთ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ და ადასტურებს და ასაბუთებს და არგუმენტებულს ხდის იმ ჩვენს პოზიციას, რასაც ქვია, რომ ცივი იარაღი, როგორც ტერმინი, არ არის კაფეო და განჭვრეტადი თვით სასამართლო და მოსამართლეც კი აი სპეციფიური ასეთ კატეგორიის საქმეების განხილვისაც თავს არიდებს ამ ტერმინის ამომწურავად კი არა, საერთოდ დამარტებული არ არის, ვერ შევხვდი ამაში. კეთილი. იცი რა გამახსენდა ჭამად რო საუბრობდი. კეთილი. ჯამად აი მაგ საუბრისას ერთი ის მომენტი გამახსენდა სასამართლოდან, რომ მოსამართლე რო ეკითხებოდა ამ შესაძლოა წარმოადგენებს, რომ მტკიცებისთვის თქვენ ზიარებთ, თქვენ აჯარიმებთო და არაპირებთო დამატებით ექსპერტიზის დანიშნოსო და არა რო აპირებთო. სხვათა შორის ამაზეც ორი კაი სუყე აბზაცი დათმობილი აქვს სასამართლოს იმისთვის, რომ სხვათა შორის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმოადგენელი, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან ვალდებული ყველა ფაქტობრივი გარემოება დაჯარიმების შემთხვევაში გამოიკლიონ და შემდეგ სამართალწარმოების ფარგლებში დაგიმტკიცონ თქვენ, რასაც გედავებიან, რასაც გაჯარიმებენ. თქვენ არ გაქვთ იმის ვალდებულება, რომ თავი იმართლოთ, ანუ რომ ამტკიცოთ, რომ არ ხართ უდანაშაულო, თქვენ უნდა გააქარწყლოთ ის გარემოებები, ფაქტები, რაზეც ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო გედავებათ. იმის იქით რაღაცა იმის მტკიცებულს, ხო, იმათ უნდა ამტკიცონ და შენ ამაში უნდა დაიცვა თავი და ჩვენ შემთხვევაში არ ვტკიცებთ. რა მინდა კიდევ თქვა. ძალიან მე ვთვლი ესე მგონია და მე მგონი თქვენს მაგაზზე ხართ რომ გაგვიმართლა მოსამართლეშიც, ხო? თუ რა მხრი? რა ვიცი, თუნდაც რა კაი დადგენილება დაწერა. კი, ეს დადგენილება კარგია. ეს დადგენილება კარგი არის. მოსაწონი. ხო შეიძლება სახელმწიფო თქვა ისეთ პასაჟერებს. მოკლედ მე პირადად მადლობას ვეთყოდი, რომ ბატონ კობაჩაგუნავას და სხვა მის მდივანს გიორგი ახალკაცს და რომ ესე რაღაც მე რას ვიტყოდე, იცი, სიტყვაზე რა, ახლა რა ვიცი, არაკოლეგიალურადაც არ მინდა რომ გამომიგდეს, მაგრამ ზოგადად კვალიფიკაციის პრობლემას მე სასამართლოში ვხედავ. ბევრგან. ამ შემთხვევაში, ამ სამართალწარმოების ფარგლებში მე რას ვამბობდი, იმას რო ვერ გებულობდე სასამართლო და მოსამართლე, ამის შეგრძნება არ მქონია და ესმოდა. ანუ მეთანხმებოდა არ მეთანხმებოდა სხვა ამბავია. ანუ იზიარებდა თუ არ იზიარებდა. ეგ საკითხია აბსოლუტური თავისუფლება აქვს იმაში და ამის გამო შეიძლება საერთოდ არ მეთანხმებოდეს, მაგრამ პრობლემა მაქვს ხშირად და არის ზოგადად ის, რომ საერთოდ ვერ მოყვება რა. ვერც ლოგიკაში, ვერც ანალიტიკაში, ვერც ცოდნაში. მე ჩახედავ აღმოჩენ იმაში ბიოგრაფიაში, რომ მე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზე რო ვარ წასული და რაღაც ამ პრინციპებზე და კონსტიტუციურ პრინციპებზე ვლაპარაკობ და საერთაშორისო სამართალზე აღმოჩნდება, რომ რაღაცა სხვა სპეციალობის არის, ანუ საერთოდ სხვაგან აქვს გამოცდილება მიღებული და ზოგი საერთოდ არიან ისეთებიც ახლა მინახავთ, ამისთვის ნასწავლი. ანუ ჩვენზე აქვს ნასწავლი მოსამართლეობა და სასამართლო.
ამ შემთხვევაში ეგეთი შეგრძნება და ის არ ქონია და ამ გაგებით მისასალმებელია აქამდე ვართ ზოგადად დასული. სასამართლოში და ნუ მე ხომ რახან მოსამართლეზე ახსენეთ, ახლა მე ერთხელ არ ყოლია ეს მოსამართლე საკონზე მეც ვიტყვი, ხო? ანუ აი განსაკუთრებით გული მწყდება ხოლმე ამ სასამართლოში ისეთ მოსამართლეებზე, რომლებიც ისეთ საქმეებზე, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული არ არის, მაგრამ აქტივისტებს არ ეხება. შეუძლიათ რომ სწორად დაწერონ ძალიან კარგი განწყობილები, მაგრამ ამავე მოსამართლესთან მათ შორის ქონია არაერთი საქმე, როცა საქმე ეხებოდა აქტივისტებს, ნაცემ ადამიანებს, აქციაზე, რა ვიცი, სახეჩამტრეულ ადამიანებს, მათთან მიმართებით ეს სტანდარტი არ ვრცელდება ხოლმე. ანუ იმ დადგენილებში ეს სტანდარტი არ ჩანს რა. ეგ ჩემს რას ნიშნავს, რომ მოსამართლე ხან ისე ეშურება, ხან ისე. ნუ მაყურებელი ალბათ მიხვდება რას გულისხმობს, ხო? რაც ნუ სამწუხარო არის, უბრალოდ ყველაფერი სხვა რო გვერდზე გადავდოთ და იმას შეფასება ვცადოთ რა და როგორ. მაგრამ ცხადია ეს დადგენილება მშვენიერი დადგენილება არის. და მე პირველი გადაკვეთა იყო ჩემს სასამართლოში მოსამართლესთან და გაკვირვებული ვიყავი რამხელა ძალა აქვს მოსამართლეს. ხო, აი ზუსტ შესაძლოა როგორ ლაპარაკი. აი ჩემი ეს არის ადვოკატის და მოქალაქის რა ქვია, წუხილი, რომ მოსამართლეებმა უნდა დაიჯერო, რომ მათ შეუძლიათ რაღაცები შეცვლა. სასამართლო საერთოდ არსებობს იმისთვის, ანუ ნუ ახლა სისხლზე მარტო იმისთვის არ არა, რა თქმა უნდა, მაგრამ კონსტიტუციურ დონეზე ყველაზე ფუნდამენტური ამოცანა, რაც მათი არის ის, რომ მოქალაქეები ერთი მხრივ დაიცვას უსამართლოსგან, უსამართლობის ჩაგვისგან და მეორე მხრივ ხელისუფლება დანაწილებულია სამშტოდ, ერთ-ერთი შტო არის თვითონ და ამ შტოს ფუნქცია, როგორც ამ დანაწილების პრინციპის არის ის, რომ ხელისუფლება შეაკავოს უკანონისგან, შეაკავოს თვითნებობისგან, შეაკავოს არასწორი კანონის შექმნისგანაც კი და და სწორად შექმნილი კანონის არასწორი პრაქტიკისგანაც დაიცვას მოქალაქეებს სახელმწიფო თუ ბოლო და ბოლო თავისი თავიც. ანუ ეგ არის ძალიან ფუნდამენტური პრინციპი, რასაც ეფუძნება უნდა ეფუძნებოდეს. და ხშირ სამწუხარო ზოგჯერ ირღვევა. აი მაგაზე მინდა გადავიდეთ, რომ თქვა რა მოგცა ამ დადგენილება, მაგრამ მანამდე მეორე ნაწილი მინდა გავიარო აი ვასილთან ერთად ამ დადგენილების ორ რაღაცას გვედავებოდა შესაძლოა ერთი რომ ცივი რას ვატარებდი და მეორე რომ ვატარებდი კანონდარღვევით. ერთი აი ჯამალთმა განმარტა რომ ის რომ ცივი არაღი იყო არ იყო ეგ დაუდენილი დარჩა და ვერ გავარკვიეთ და მეორე ნაწილი თქვა რომ ყოფილიყო თქვა უნდა დავჯარიმებულიყავი თუ არ დავჯარიმებულიყავი და მაგაზეც მოსამართლემ დაწერა რომ არ უნდა დავჯარიმებულიყავი და აი მინდა რომ გავიხსნა. მოკლედ მაშინ მეც ძალიან მოკლედ ჩანართს გავაკეთებ ამ დადგენილებასთან მიმართებით, ხო? ანუ ჩვენ მაგალითად შენ საქმეშიც, მაგრამ სხვა ექსპერტიზის დასკვნებიც გვინახავს, გულისხმობ კრიმინალური ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებიც არაფრით არ განსხვავდება დიდად შენ დასკვნებისგან. ჩვენ წინა ეპიზოდში ვისაუბრეთ ბევრი იმაზე, რატო არის ბუნდოვანი ეს კანონმდებლობა და მათ შორის რას იყენებენ, ჯამალთმაც ახსენა ეს ექსპერტები, ხო? არსებობს მეთოდოლოგია, რაღაცნაირი, სამხაროული სხვას იყენებს, კრიმინალური ექსპერტები სხვას იყენებენ, მაგრამ ამ მეთოდოლოგიას არ მიყვებიან ექსპერტები. ანუ ამ საქმის პრობლემა ეგ იყო, რომ მოსამართლეს ვერ ეუბნებოდა ექსპერტი, როგორ დაადგინა, რომ ეს იყო ცივი იარაღი. და მე შენს მაყურებელს მინდა უთხრა, რომ თუ ვინმეს აქვს ეგეთი სამართალდარღვევის ოქმი და ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტიზის დასკვნა. უდიდესი ალბათობით ყველას ეგეთი პრობლემა იქნება. იქ ვიხდება, რომ ხო, ეს მეთოდოლოგიასაც კი არ მიყვება ეს ექსპერტი. ვერ გაიგებთ რატოა ცივი არაღი. ხო, რაც იმას ნიშნავს, რომ გამომრიცხველი მთავარი გარემოება, რომ ცივი არაღი ქონდეთ საქმეში, გარდა იმისა, რომ ის როგორ ატარებდი და გამომრიცხველი გარემო ქონდეთ. თუ არა, არ არის. შესაბამისად, სამართალოს საქმეც უნდა გაუქმდეს. ან მათ შორის ვინმეს თუ აქვს საქმე სასამართლოში, აუცილებლად მოითხოვოს ექსპერტის დაკითხვა პროცესზე. და მოსამართლემაც ცხადია ეს უნდა გააკეთოს, ხო? იმიტომ რომ ერთადერთი მტკიცებულება არის, რომელიც უნდა შეფასდეს, ხო, თუ რა ცივი არაღი. რაც ეხება შენ კითხავს, ხო? იმ ნაწილში, როცა თუ დაუშვებდით, რომ ეს იყო ცივი იარაღი, მაგრამ მოსამართლე გადადის მეორე კრიტერიუმზე, რაც არის, რომ ხო არ არის სახეზე გამომრიცხველი გარემოებები. ეს, ამ საქმეში საერთოდ არ გამოუკვლევია პოლიციას, როცა შენ დაგაჯარიმა და, არჩევნო გასაკეთე სამინისტროს, იმიტომ რომ პროცესს ამბობდნენ, რომ რაღაცა რუსთაველზე, როცა მიდის ადამიანი ჯიბეში ორი დანით, არ შეიძლება რომ ის რამეს
სხვა სისახავდეს მიზნად გარდა იმისა, რომ საფრთხეს უქმნიდეს საზოგადოებას, ხო, რაც დამაჯერებელი არ არის მარტივად რო ვთქვათ. რაც თქვა შენ საქმეში სასამართლომ და მტკიცებულებებიც ამას ლოგიკურად აჩვენებდა იყო ის, რომ შენ ვინაიდან ხარ მლესავი პროფესიით და მათ სასამართლოს წარუდგინეთ ბევრი მტკიცებულება და მათ შორის ის დანა, რომელიც შენ გქონდა რუსთაველზე გადაადგილების დროს, გქონდა აი ამ მიზნით, პროფესიული საქმიანობის მიზნით. და შესაბამისად სასამართლომ ჩათვალა, რომ შენ როგორც ამ პროფესიის წარმომადგენელს, რომელიც დანასთან სულ ყოველდღიური შეხება გაქვს, არ უნდა დაეჯარიმებინე პოლიციელს. ოღონდ, ეხლა შენ თუ მეკითხები, რომ ამ დადგენილების ჯიბეში რო ჩაიდო და იარო, დაგაჯარიმებენ თუ არა, მაგის გარანტიას ვერ მოგცემ. იმიტომ რომ ნებისმიერი პოლიციელი შეიძლება გამოვიდეს და თქვას შენს წინააღმდეგ, რომ ჩემი ეს ეხლა შენ არ გჭირდება პროფესიული მიზნით დანა და დაგაჯარიმოს. ხო, როგორც მაგალითად ამ შემთხვევაშიც მოხდა. მაგრამ კარგი გაგებით შეიძლება მაგ ფიქრის გავლებაც თავში. მაშინ რა სიკეთე მოიტანა? ეხლა ერთი ჯარება გამიუქმეს, უეგისიდაც ვისაუბრეთ, რომ გასაუქმებელი იყო. რა სიკეთე მოიტანა? ამ ჩემი ერთ ყველაზე მთავარი სიკეთე ის მოიტანა, რომ ყველა ადამიანი, ვისაც საქმე ექნება ცივი არაღის ასე ვთქვათ, კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით, ყველამ უნდა დასვას კითხვის ნიშანი, ეს არის თორე ცივი არაღი ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ მით უმეტეს ის ექსპერტი, რომელიც ჩვენ დავკითხეთ, უამრავ ექსპერტს აზიატრეს ხარს, ხო? და მის მიერ შედგენილი დიდი ალბათობით ყველა ექსპერტი ეგრე არის ჩატარებული. ვერ ხსნიდა, რატო იყო ცივი არაღი. შენ გახსოვს, ხო? არ ვიცი ხა მოახერხებ თუ არა იმ ამოჭრას სავარაუდოდ გაგვიჭირდება, მაგრამ ექსპერტის ჩვენებიდან, რომ აი რატო არის ცივი არაღი მყარი, ხო? ჯამლათი რომ კატაირია. ხო, ანუ ერთ-ერთი ტესტი, რომელიცაც გადის, ნუ იმ მეთოდოლოგიას თუ გავყვებით, ხო? არის რომ თავზე არ გადავისვია. იმას ზოგადად მოუსმენ. სიმყარე. მოლაყლაყებული. ხო, რომ მოლაყლაყებული. მოუსმენ რა. მიხვდები რასთან გაქვს საქმე. აი, ძალიან რბილად რო ვთქვათ, იმიტომ რომ ექსპერტი ხო ასოცირდება ძალიან განსწავლულ, ძალიან სპეციფიკურ ცოდნასთან, რომელიც შენ კაი კითხვა დასვი, საერთოდ ვინ არიან ეს ექსპერტებიო? ხო, ერთი საკითხავი ეგ არის ამ საქმეთა და განმავლობაში ვინ მონათლა, ვინ გახადა და რატო როგორ გახდნენ ამის ექსპერტები, რომელსაც რა ვიცი, აი მე ვერაფერი ვერ შევატყვე ექსპერტის. პირობითად, ეგ მე იურისტი ვიყავი, აქ პატივცემული იურისტი. შენ მოსამართლე თალკე. ხო, მოსამართლეზე რო არაფერი არ ვთქვა ახლა ის. მოსამართლეც ხოხიდადი რომ აი აღარ გინდა თუ კითხები გასაგები. ჩვენ რაც ვიცოდით იმის ნახევარი არ იცოდა. ანუ კონკრეტიკა ვერ მივიღეთ ვერც ერთ მწყობრად დალაგებულ წინადადებაზე. შესაბამისად გამინდა კითხოთ, ეს დადგენილება, თქვათ, რომ განმარტო პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით ვატარებდი მე და ეს ცივი არაღი არ იყო ასეში. სხვას შეიძლება გამოადგეს თუნდაც რაიმეში? კი, ანუ ჯამრათაც რაც ახსენა, ხო, ჩვენი სამართლებრივი სისტემა არ არის პრეცედენტული სამართლის სისტემა. რას ნიშნავს? ანუ ამ დადგენილებას სხვები პრეცედენტ, ანუ სავალდებულო პრეცედენტად ვერ გამოიყენებენ. ანუ მოსამართლეც მათ შორის სხვა მოსამართლეც პირობითად რა ვიცი, სიღნაღში, ხო? შეიძლება თქვას, რომ ეს ჩემთვის სავალდებულო არ არის. რაც პირობითად ამერიკის შეერთებულ შტატებში უზენაეს სასამართლო მოსამართლე რაღაც რო იტყვის, ყველგან დაემორჩილოს. მაგრამ ამ დადგენილებას მათ შორის ალბათ ატვისთავ ხო შენ საიტზე, ვინც გაეცნობა, მიხვდება ის ან მისი ადვოკატიც, მათ შორის როგორ უნდა წავიდეს ესეთ საქმეებში, რა სტრატეგიით უნდა წავიდეს, რა უნდა დააყენოს, რა უნდა გახადოს სადაოდ, რა მტკიცებულები შეიძლება წარადგინოს და ასე შემდეგ. დაეხმარება ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს აქცენტების სწორად დასმასში, რაც ვასილმა უკვე თქვა და გარდა ამისა ზოგადად დამატებითი არგუმენტია, დამატებითი მტკიცებულებაა რა. სასამართლო ხო, ის არ არის ახლა კი სავალდებულო არ არის ყველასთვის, მაგრამ ეს სამართალწარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები სიცოცხლეს ძენენ იმ კანონებს, რაც იწერება ფურცლებს. პრაქტიკაში ეგრე რეალიზდება, ხო? იქ რაღაცა ხარვეზია ისავსებს, რაღაცა ნაკლოვანება, რაღაცა ბუნდოვანება, პრაქტიკულად როგორ მუშაობს, იმაზეა დამოკიდებული კანონი. და კიდევ ერთი შენს კითხვაზე, მე ყველაზე მნიშვნელოვანი და მეჩნია ის, რა სიკეთე ამან მოიტანა, რომ ამის ვინც გაეცნობა, ყველა მიხვდება, რომ ექსპერტიზის ნათქვამი ან დაწერილი არ არის ზეაღმატებული რაღაც დოკუმენტი.
თვითონ სასამართლომაც ჩვენ ხო ამ პოზიციას ვიზიარებთ და ჩვენი პოზიცია გაიზიარა საბოლოო ჯამში ჩვენი კითხვებით და დაკითხვის შედეგად მოსამართლემაც რომ არ იყო სარწმუნო იმ პატივცემული ექსპერტის ნაზრევი დანაწერი და გაკეთებული დასკვნები. აი როგორ ხდებიან ექსპერტები? ეგ კიდევ ცალკე საკითხია. ანუ ეგ არის უბრალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში პოზიცია, ხო გადაყავთ ვიღაცა რიგითი თანამშრომელი და ეს ავტომატურად ამ გადაყვანის გამო ექსპერტი ხდება თუ რამე ცოდნას ვინმე რამეს უმოწმებს. რომ რამდენად იცის უცხოენები საერთოდ, სადეცნობა ამას, როგორ ეცნობა, ან საერთოდ განათლება იურისპრუდენციაში როგორ აქვს, რომ იქ ექსპერტი, დანის ექსპერტი კი არ არის. ექსპერტი უნდა იყოს სამართლის ექსპერტიც, იმიტომ რომ ეს ზოგადად სამართლის ფარგლებში შესაძლებელი საკითხია და არა სპეციალიზებული. ამ ექსპერტიზაზე ვლაპარაკობთ, რომ ზოგადი ექსპერტები ბევრი რაღაცის სადღაც შეიძლება იყოს. ისე მაგალითად სამხარაულის ეროვნულ ბიუროში როგორ ხდება ამათი რა კრიტერიუმები აქვთ? დავიბარებთ ჭამლად მაგათ 1 სექტემბერს. შეგვიძლია ეგ რაღაცეების ალბათ დაგვჭირდება ეს გამოთხოვაც და იქ საკონსტიტუციო სასამართლოზე ვილაპარაკებთ ახლა და იქაც დაგვჭირდება ამის დემონსტრირება და თვითონ მათაც ახლა ამ შემთხვევაში არც იყო საჭირო რომ გვეკითხა საერთოდ ექსპერტი ცოტა რიტორიკული და ირონიული რჩება გამოგსვლოდა და ვინმეს არ შეეთვალა რომ სამართალ წარმოების რომელ მხარეს შეურაცხყოფას ვაყენებით ამ გაგებით არა ანუ როგორ ხდება ეგ ანუ სად დაკვალიფიცირდნენ ეგრე რომ ექსპერტი გახდა და რისი ექსპერტია აი შეხედეთ იქ ცოტა ეგ სამართალს როცა არ იყენებ შენ ანუ შეიძლება სამართალი შენგან შორს იყოს თუ სამართალი შორს არის სამართალთან შესაბამისობაში სამართალში წერია კანონში რომ ცივი იარაღია და იმას ადგენს შენ და იქ მარტო იმაზე არ არის ტექნიკურმა ხასიათებულები თუმცა ის სპეციალიზებული ცოდნა კიდევ დამატებით უნდა გქონდეს მე ვერ შევატყვი იქ რომ რამდენი კითხვაც დაისვა მე ვერ შევატყვი რომ რამე ცოდნა შენთან მიახლოებულიც კი ჰქონდა პატივცემულს საბამისად ახლა ის ექსპერტი და შემოყვარული რატო ხარ ანუ სად არის მაგის ზღვარი და შემფასებელი მე ამბობ ციხეში სვამენ ხო ხალხი ციხეში იგზავნება მაგის გამო ან ზოგს გონია ახლა რომ სხვა საქმეებზეც გონია ახლა ცივი იარაღზე არ ვიძახი რომ აი ექსპერტიზა მეგრეთ კითხულობენ როგორც ესე დასკვნას ბოლო 2-3 ხაზს ან ერთ აფს მე ყველას მოუწოდებ რომ წაიკითხონ უნდა ზოგადად რას ეყრდნობა ეგ როგორ მივიდა ეგ ექსპერტი ამ დასკვნამდე თვითონ ექსპერტი როგორი ექსპერტია საიდან გახდა და როგორ გახდა ექსპერტი რა ბექგრაუნდი აქვს ამ გაგებით რომ ამ ხელა ცოდნა ამაში რატო აქვს ეგ სტაჟებს წერენ ხოლმე რა და სტაჟი ახლა ზოგს აქვს კაცო იმდენი სტაჟი მაგრამ ახლა იმ სტაჟზე უბრალოდ თუ მუშაობ არ ნიშნავს რომ იქ რაღაცა შენ ცოდნას იღრმავებ თუ არავითარი არც სამსახური არ გიწყობს ხელს არც სახელმწიფო არ გიწყობს და შენ არ გაქვს მაგის საშუალება პირიქით მაშინ შეიძლება შენ კვალიფიციური იყავი ოდიში დანიშვნის დროს მაგრამ 10 წელი თუ ერთ და იგივე ადგილი ხდებნე დღეს ისეა ცხოვრება აჩქარებული და ყველა სფერო სწრაფად ვითარდება რომ ჩამორჩები აშკარად და ვერ დააკმაყოფილებ იმ კრიტერიუმსაც კი რაც თავიდანვე ჰქონდა შესაბამისად რო შევაჯამო მოკლედ ნუ ცივიარაღი ჯერჯერობით ვერ განმარტეთ ტარება ვერ განმარტეთ მაგრამ ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ხო პირველი ნაბიჯი გადადგმული არის ესე შეიძლება შევაფასოთ რომელთაც თქვათ მე შემდეგი ნაბიჯებიც გადაიდგება თან ჩვენ ხო ახლა შევძლებთ შევადაროთ ახლა მაგალითად მოსამართლეზე რო გამახვილა ყურადღება ხო სხვა საქმეებში კიდევ ყავს მოსამართლეები განსხვავებული და შენ ძალიან კარგად შეგიძლია მაყურებელსაც მათ შორის შეადარო როგორ იქცევიან ეს მოსამართლეები ერთ და იგივე საქმეებზე ხო კი ბატონო მაგასაც ვნახავთ ერთი კიდე რა მაინტერესებს შენ გაქვს ფიქრი რომ სააპელაციოში გაასამართლებენ მე რატომღაც გაასაჩივრებენ მე რატომღაც გონე რომ მე ჩემი გადმოსახედიდან მე არ გავასაჩივრებდი მაგათ ადგილას ნუ რატომაც ეგ შეფასება ვეცი ამ მოცემულობას არის ის რომ ყველაფერს ასაჩივრებს ან ლოგიკით კი ასაჩივრება თუ სწორად ხვდები თუ გაასაჩივრეს იქაც 100%-ით მოვიგებთ მაგაში დარწმუნებული ნუ ეხა მაგ გარანტიას ადვოკატები არ იძლევა მე მაგრამ ნუ მე მჯერა ეს თუ გაასაჩივრეს და იქაც მოვიგეთ ისიც არ გვაძლევს ბევრს არაფერს თუ ის უფრო წონიანია ის დაიცავს ამ დადგენილებას ზუსტად ამ დადგენილებას სხვა მხრივ არაფერი კეთილი ან შეცვლის ან დაიცავს რა პირობთ მეტი თუ მოვიგეთ ნუ დაიცავს თუ მოვიგეთ დაიცავს კეთილი გასაგებია
კაი, მოდი მაშინ შემდეგი სასამართლოზე ვისაუბრებ და მე გადავიდეთ საკონსტიტუციო თემაზე რა გვინდა და როგორ გვინდა. შემდეგი სასამართლო გვექნება 1 სექტემბერს და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო სასამართლო იქნება ეგ არის შემთხვევა, როცა ეგ უკვე 23 წელს პირველი შემთხვევა არის ზურგ ჩანთაში მქონდა 7 დანა თუ 6 დანა და მანდედან იგივენაირად არც გამორიცხავი გარემოება, არც მიზნობრიობა არაფერი გამჭრიკეს. რისთვის ქონდა ეგეც თქვი? რაც მაგას რისთვის რა მე სუვატანებ დანებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისთვის ხო? მაგრამ მაგ კონკრეტულ მომენტში რისთვის ქონდა? ის კონკრეტული რომელზეც დამაჯერიმეს. ხო, მაგ კონკრეტული ანუ X 6-დან თუ 7-დან დანარჩენი ყველა დამებუნეს ერთ თავზე დამაჯერიმეს და დამაჯერიმეს ზუსტად იმ დანაზე, რომელიც მქონდა საკვების მიღების მიზნით და თვითონ ის იყო სამზარეულო დანა. ანუ ესე გამოვიდა რომ საკვებთან ერთად ქონდა თან. კი, პორტოხალთან ერთად. ეგ იყო, ხო, ეგ კი, მაგ საქმე გვექნება 1 სექტემბერს და ანუ რო შევაჯამოთ პროცესი, ანუ დანების მილესავი დაჯერმებული არის ზურგ ჩანთაში, სამზარეულო დანაზე პორტოხალთან ერთად, რომ და პორტოხალი და თან ვიდეოში კითხვა ისმის, რომ ისევ ვერ თლიო პორტოხალსო და როგორ თვლის? რა, თვითონ დაის გარეშე თვლია. ალბათ მაგის ექსპერტიც ეხურება და წარმოადგენს. ექსპერტი საინტერესო პორტოხალი როგორ იქნება დანის გარეშე. შეგვიძლიათ რომ ის გაკეთდეს. ანუ აქ ხო შეგიძლია დადო რა დანებზე გითხეს, რომ ცივი არაღი არ არის, რა თან ქონდა, ხანჯალიც ქონდა, ხო? არა, მაშინ ხანჯალი არ ქონდა. სხვადასხვა არა, მაშინ არა დანები იყო. ერთ-ერთ დანაზე თან პოლიციამ ხელი გაიჭრა იქ, მაგრამ ის გალესილი მქონდა კარგი. მაგრამ ცივი არაღი არ აღმოჩნდა. არ დაებრუნეს, ხელი გაიჭრა, წავიდა, დასაკუთრებულად როგორც მოხდა, ის ხარ დარჩენილა ისა. ხო და ჭრელობას ამოწმენდა, ჭრელი ხას. დაჯერიმდი სხვათა შორის არა, საინტერესო იქნება და ხო, საშუალება რო გქონდა რომ სისხლი არის არა პოტენციურად სისხლის კანდიდატი არიყავ. თუ ისა რა ქვია, პორტოხალს რომ მიირთმევდი მუზექო. ერთ დავამატებ, რომ ის დრო მენატრება რაღაცა კუთხით, ახლა რამდენი წელი გავიდა 23-ში, მე 4 წელი არის წასული, კი 8 აგვისტოს დამაჯერიმეს ის მე მგონი. ხო და ვიცნობდი იმ პოლიციელებსაც ყველასაც და ნუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში ვინც იყვნენ, ნუ ახლა შეიძლება ვიცით, მაგრამ მართლა პატივისცემით ვარ განწყობილი რა და იმის მერე ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ჩემი და პოლიციელების ურთიერთობაში, არ ვიცი ზოგადად სიტუაცია შეიცვალა თუ არა, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ნუ სხვა სიტუაცია იყო და მოკლედ მოკითხვა არ გადავკვეთილვარ, კაი ხანია და გამოვლი აუცილებლად. მან აი ამ ჩანართზე ის დანებიც რო ადვირთო, თქვა თუ ასაშუალება რა, რომ რომელ შვიდდანაზე იყო საუბარი და რომელზე გითხეს, რომ ცივი არაღი და რომელზე გითხეს, რომ არა. 6 დანაზე უთხრეს, რომ ცივი არაღი არ არის. და ერთ პატარა ვიდეოსაც დავუთავ, ერთი არასწორად არ მინდა რომ გაიგონო, ანუ ცოტა გაურკვეველი სიტუაცია იყო რა, ეხლა მიცნობენ ისინი ზურგჩანთაში თქვა დანებიმიდოს რა და მაქედან გამომდინარე იყო, რომ კითხვა იყო დასმული, ეს ამდენი რისთვის გინდაო და მეთქი ზოგი რისთვის, ეხლა იმიტომ რომ სხვადასხვა დანიშნულებით იყო რა და ნუ საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე, რომ სამზარეულო დანაზე პორტოხალზე მესავი დამაჯერიმეს და ნუ 1 სექტემბერს მაგაზე შევხვდებით და მე ჩემი ღრმა რწმენით კიდე მეორე დადგენილებასაც დავიდებ აუცილებლად გვერდით. ხო, მან საინტერესო თემა იქნება, მან ჩემი აზრით სამ რამეზე ვიდავებთ. ჩანთაზე და თვითონ მინისტრის მოადგილე პირდაპირ იძახის, რომ ჩანთა არ არის კანონდარღვევა. ერთი საკუთარებად კვალიფიცირდება თუ არა ჩანთაში დანის ქონა და როგორ ასე ჩანთაში და ასე შემთხვევაში ამას ვერაულის ალბათ სასამართლო ამ იმისგან განსხვავებით. ამ თემაში ჩვენ თუ დავამტკიცებთ, რომ ორი პუნქტი იყო პროფესია და ცივი არაღი, მაგ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დაუყოვნებლივ გამოყენება. ტარება არის თუ არა, ეს სადაუსაკითხი, მეორე ზოგადად იქ რა მიზნით და როგორ ამას რატო არ არკვევენ. ეს მიზნით გვაქვს უკვე ამ შემთხვევაში. და იქ პრობლემური რჩება თვითონ ცივი არაღის ეგ ცალსახადაა. ეგეც ეგ მანდაც კარგი მე მგონია რომ ძალიან საინტერესო პროცესი იქნება. მაგ ექსპერტსაც დავკითხავთ. აუცილებლად და მაგ შემთხვევაში სამხარაულსაც მოგუწევს მე მგონი მოსვლა, იმიტომ რომ მაგ უკვე გადაკვეთა გვაქვს სამხარაულთან. ამ დანაზე თუ არ გქონდა გადაკვეთა სამხარაულთან და არ დავიბარეთ. მე მგონია რომ ამ შემთხვევაში გვაქვს უკვე და ან საინტერესო წავა პროცესები. კეთილი და მოდი გადავიდეთ ახლა უკვე ალბათ ფინალურ ეტაპზე, ან ყველაფერს ვაგროვებთ, უამრავ დასკვნას, უამრავ გამოცდილებას, უამრავ შემთხვევას ჩემს საზღვრებისას და მივდივართ საკონსტიტუციოში, ხო?
საკონსტიტუციაში გადასვლით ჩვენ გადავწყვიტეთ პირველივე შეხვედრაზე, როცა გადავიკვეთეთ 2023 წლის დასაწყისი იყო მგონი პირველად რომ გადავიკვეთეთ და მაგის მერე ვაპირებთ და მე მგონი ვართ იმ ეტაპზე რომ უკვე ახლო მომავალში უნდა წავიდეთ. და აბა რა მოკლედ საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენი მოქალაქეს ქონია გასჭრებული. ეს მუხლები უბრალოდ სასამართლომ არც ერთ შემთხვევაში არ მიიღო, იმიტომ რომ ვერ დაინახა. სხვა შორის ერთ შემთხვევაზე რატო ვერ დაინახა, არ ვიცი, მაგრამ მოკლედ პრობლემები იმ ნორმებიდან, რომელზეც მოსაჩილები დაობდნენ. მაგრამ მათ შორის ეს შევისწავლეთ და მთელი საქმე და მე ჯამრაც დამატებს ხო და დადგენილების დასტა რომელიც ჩვენ გაქვს ექსპერტიზის დადგენილების დასკვნებს გულისხმობ ერთადერთ მიზანს ისახავდა მიზნად რომ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ვაჩვენოთ არა ჩვენი წარმოდგენით პრობლემა, არამედ აგერ საქმიდან გამომდინარე პრობლემა, რომელიც კანონმდებლობას აქვს, ხო? ნუ ამაზე ვისაუბრეთ უკვე რა არის პრობლემები და ეს პრობლემები კონსტიტუციურ სამართლებრივ გაგებით როგორ გადაითარგმნება, ნუ ამაზე შეგვიძლია მცირე განმარტება გავაკეთოთ. ორი ძირითადი მოთხოვნა გვექნება. ერთი ეს არის საკუთრების უფლებიდან გამომდინარე მოთხოვნა, რომ ავტომატურად არ ითვალისწინებდეს ეს მუხლი სამართალდამცველობის საგნის კონფისკაციას. ჩვენ გვაქვს ეგეთი საქმე, საკონსტიტუციო სასამართლოში ქონდა ეგეთი საქმე მე პირადად, როდესაც გონი საინტერესო საქმე შემოყვე ალბათ, ხო? არსებობს ეგეთი სამართალდამცველობა წიაღის უკანონო მოპოვება და ადამიანი წიაღის უკანონო მოპოვებისთვის დააჯარიმეს და ეს სამართალდამცველობა ითვალისწინებდა სამართალდამცველობის საგნის კონფისკაციას. ანუ რითაც მოიპოვე უკანონო წიაღი, ზუსტად იგივე წერია, იმას გართმევდნენ. და რო დათვალა ექსპერტიზამ, აღმოჩნდა რომ ხრეში რომელიც მოიპოვა ამ ადამიანმა ღირდა 20 თეთრი, ანუ იმ ერთ კოვშაში იყო 20 თეთრის ღირებულების ხრეში და ჩამორთეს ტრაქტორი, რომელიც ღირდა 16,000 евро. ანუ იმ 20 თეთრზე ედავებოდნენ, რომ ეს ზიანება ეგ იყო, რომ ლიცენზიის, ანუ მოკლედ სადღაც გაქვს მონიშნული, საიდან მოიპოვა ლიცენზია და ოდნავ ერთი კოვში იქით ამოღებული ასეთ კოვშიდან, რომელსაც ჩასაფრებული იყო ზედამხედველობა, ჩამორთეს ამ ადამიანის ტრაქტორი, რომელიც 16,000 евро ღირდა. და მან გახდა პირველად ეგეთი საკონსტიტუციო სამართლებრივი პრობლემა, სწორია თუ არა, რომ ადამიანს, რომელიც სამართალდამცველობას ჩადის და მაგაზე შეიძლება შევთანხმდეთ, ხო? რაღაც შეიძლება სამართალდამცველობა იყოს, ავტომატურად რო ართმევს სამართალდამცველობის საგანს, მოსამართლესაც არ აქვს უფლება რომ გითხრას რომ არ წაართვათ. სწორია თუ არა, საკუთრების უფლებასთან ერთად თავსებადი. და ისეთი საქმე იყო თან, ანუ ძალიან დისპროპორცია იყო, ხო? ადამიანმა 20 თეთრიანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს და ჩამოართვეს 56,000 ევროს ღირებულების ტრაქტორი. საკონსტიტუციო სასამართლომ დაწერა გადაწყვეტილება შეპეს ბექანასი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ესაშეულია მოძებნოს მაყურებელს საკონსტიტუციო სასამართლო აიწერა არაკონსტიტუციური არის მაშინ, როდესაც ესეთი ნორმები სამართალდამცველთა კოდექსში ავტომატურად მოსამართლის შეფასების გარეშე ითვალისწინებენ კონფისკაციას, წინააღმდეგობა საკუთრების უფლებას. რატო? იმიტომ რომ ყველა სამართალდამცველი პირი არის ინდივიდუალურად შესაფასებელი, ხო? მაგალითად, შენ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს მოსამართლეებს შენი წარსული, რას აკეთებ, კონფლიქტი ქონია თუ არა სამართალთან, რისთვის ჩაიდინე ეს სამართალდამცველობა შემდგომ და მე დამატებით სასჯელად თქვას იმსახურებ თუ არა სამართალდამცველობის საგნის ჩამართვას. ეგ შემთხვევა გვაქვს აქაც, ხო? გვაქვს ცივი იარაღის ამკრძალავი წესი, რომელიც ჯარიმასთან ერთად ითვალისწინებს ცივი იარაღის ან დანა იქნება ეს თუ სხვა ნივთი, ჩამორთმევას ავტომატურად მოსამართლეს არ შეუძლია რომ სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღოს და ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს არის არაკონსტიტუციური წესი, იმიტომ რომ შეიძლება მოსამართლეც თვლიდეს და აქ ალბათ მათ შორის იმის ხსენებაც კარგი იქნება რომ აი მოსამართლე რომელიც მოგწონდა ანუ შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს რომ გადავეკიდე ამ მოსამართლეს, მაგრამ მას ამ პროცესს ჩვენ ორჯერ დავაყენეთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შუამდგომლობა, ხო? მაყურებლისთვისაც რომ გასაგები იყოს, ნებისმიერ პროცესზე, რომელიც საერთო სასამართლოებში განიხილება, ალბათ კიდევ უფრო გასაგები იყო. საქართველოში გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები. საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რამე წესი არის თუ არა კონსტიტუციასთან თავსებადი, საერთო სასამართლოები წყვეტენ რაღაც ფაქტები არის ამ წესებიდან გამომდინარე თუ არა.
ნებისმიერ პროცესზე შენ შეგიძლია თქვა, რომ და მოსამართლეს უთხრა, რომ შენ რა ნორმაც უნდა გამოიყენო, არაკონსტიტუციურია, ამიტომ მიმართე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ შენ როგორც მოსამართლე, შენს მიერ გამოსაყენებელი სავარაუდო და არაკონსტიტუციური ნორმით კონსტიტუცია არ დაარღვია. დიდი ალბათობით, ჩემი შეფასება არის ეგა, რომ მოსამართლე ფიქრობდა, რომ გაგამართლებდა და მაგიტო არ მართა საკონსტიტუციო სასამართლოს. ანუ მის დასაბუთება როცა გითხრა, რომ არ წავალ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში, არ იყო დასაბუთება. სხვა არგუმენტებზე აკეთება. არ მჭირდებაო ამის გაკეთება იმისთვის, რომ გაემართლებინე შენ. თორე, თავად მოსამართლებაც ვერ წერს რა არცი არა, ხო ამ დადგენილობაში, იმიტომ რომ არ იცის პასუხი. კონფისკაცია საერთოდ. მათ შორის კონფისკაციაზეც ჩვენ როცა ვამბობდით, რომ ეს პრობლემურია, მოსამართლე თვლიდა რომ გაგამართლებდა სავარაუდოდ და აღარ აიტკია თავი. ხო? ამიტომ ერთი პრობლემა ეს არის და აქ პრობლემა შეიძლება კიდე იყოს ის რომ და ვიღაცებს შეიძლება გონიათ რომ ცივი რაღაცა საუბრობთ რაღაც იაფ ნიუთებზეა საუბარი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გქონდეს ძალიან ძვირიანი საკოლექციო იარაღი, ცივი იარაღი, ან პერსონალურად ადამიანისთვის ძალიან ძვირადღირებული ღირებულების მქონე რაღაც ხო, მაგალითად, რა ვიცი, მამისგან აჩუქარი დანა. ან მემკვიდრეობით დატოვებული ნაჩუქარი, სიმბოლური რამთილისმა, ან თვითონ ღირებულებასაც ან დანებს ჩემზე უკეთესად შენიცი 10 ლარიდან დაწყებული 10,000 და ზემოთ ადის დანები. და ვინც ამ ცივი იარაღების და დანების კოლექციონერი არის თუ მოყვარული უბრალოდ, როგორც წესი აქ რა ვიცი, საშუალოდ 300-400-500 დოლარიან დანები როგორც მინიმუმ. აი, ვიტყვი, მაგრამ 2000 ლარიანი დანა აქვს წაღებული 2 თვეა და ახლა მაგ ვიდეოს არ დავდებ, მაგრამ სადღაც თუნდაც ყველაფერი გასაჯაროდება, რომ სხვა რამით გადაჭერიო. კაპოტი მქონდა ახლა. და შლაგს ვჭრიდი რა, მაგრამ ტოპლიო დიზელზე ყავს მაგანა. და ტოპლიო ნაცვლზე შლაგი უნდა გადამეჭრა რაღაცა. 2000 ლარიანი ისა მანდამაინს ეგ დანა. გადაჭერიო და. დანა ინსტრუმენტი. ო, მაგაზეც ნახოთ, მოკლედ რა იქნება. ზიარებთ მერე. ვასილ, თუ სწორად გავიგე, რამდენიმე პუნქტს ვასაჩივრებ და ერთ-ერთი არის კონფისკაცია. და თქვა კონფისკაცია რომ არ შეიძლება. ერთი სანამ გავაგზავნეთ თემას და სხვა პუნქტებზე გადავალთ, მე საკონსტიტუციო თემაზეც არ ჩაგვიშვა და არ გვისაუბრია. რამდენიმე პუნქტი რო გვექნება იქ სადავო, თქვა. შეიძლება რომ თქვა ერთი მოვიგოთ და რამდენიმე, ანუ თქვა შეიძლება სხვა ჩვენ გვექნება სავარაუდოდ სამი სასარჩელო მოთხოვნა, მაყურებლებსაც რო გასაგები იყოს არჩელი სავარაუდოდ ამ თვეში შევა სასამართლოში და რამდენიმე მოთხოვნა და სასამართლოს მარტივად შეუძლია რაღაც დააკმაყოფილოს, რაღაც არ დააკმაყოფილოს. რაღაცაზე არსებით განხილვაში შევიდეს, რაღაცაში არ შევიდეს. არსებით განხილვაში შეცვლა ნიშნავს, რომ ნახევარი საქმე ფაქტობრივად გაკეთებულია იმ გაგებით, რომ იქ სერიოზული კითხვები არსებობს და არგუმენტები ჩვენ სასარგებლოდ, როგორც მინიმუმ. მაგას ხო ნამდვილად ექნება ძალა და შეიძლება მე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ყველასთვის სავალდებულოა და მის შეუსრულებლობა ისჯება კანონით. ეგ საკონსტიტუციო სასამართლოში თუ მოვიგეთ, ჩვენ რეალურად ვითხოვთ სამართალთა რაღაცა კოდექსის და სისხლის სამართლის კოდექსიდან რაღაც ჩანაწერების წაშლას. ანუ აღარ იარსებებს ეგ ჩანაწერი. ამ ფორმით როგორც მინიმუმ. ჩემი ამდენიდან აქვს წაღებული და მოვიგე და მაინც ვერ ვიბრუნებ. ჩემი საკუთრების უფლება მეზღუდება, ხო? ეგრე არის. მოკლედ ამას უეჭველი ვაწვევით. კიდე მეორე პუნქტი რაზე დავავალ? მეორე პუნქტი ეს არის ბუნდოვანება, მგონი ჯობია ჯავნათმა დაიწყოს თუ რამეა განაცხადი. პირველი კონფისკაციის საკითხი ფაქტობრივად ამოვუწურეთ, უბრალოდ მაყურებლისთვის კიდევ თვალნათელი რო იყოს ეგ საკითხი, ჩვენი პოზიცია თუმარეო შემდეგში, რომ შეიძლება რაღაც მომენტში კონფისკაცია გამართლებულის კი იყოს, უბრალოდ ეს სადაოდ გახდომა უნდა შეგეძლოს, რომ შეედაო ამ საკითხში. ამ მოცემულობაში შეგიძლია მხოლოდ ვიდაო იმაზე, ხარ თუ არა სამართალდარღვევი. თუ სამართალდარღვევი ხარ, ანუ დამნაშავე ხარ, ჭალებში და ცივი იარაღს ატარებდი, ნიშნავს ავტომატურად კონფისკაციას. ახლა ყველამ ცნობილია, რომ ჯარიმა არის 500 ლარი. ეს არის ის, ასე რომ ვთქვათ, სტანდარტი და ზედა ზღვარი, რასაც სახელმწიფო გეუბნება, რამდენად მნიშვნელოვანი დარღვევა ამის პროპორციული არის 500 ლარი რაღაც, ამის სასჯელი, ასე ვთქვათ. შესაბამისად, ძალიან არალოგიკურად, ძალიან არაპროპორციულად, არათანაზომიერად გამოიყურება, რომ აი ამ ეგრეთ წოდებულ წვრილმან დანაშაულზე, სამართალდარღვევაზე, დანაშაულიც არ არის ახლა. იურისტები მიხვდებიან მარტივად, რასაც ვამბობ. მაგალითად, წაართვა 2000-იანი, 3000-იანი, 10000 ლარიანი და დოლარიანი და თან რა მდგომარეობაში, ხო, მაგალითად. ხო.
და გარდა იმისა, აქ უკვე თქვა რომ შეიძლება სხვა დამატებითი ღირებულება იმას გქონდეს ზოგადად ამ ცივი არაღთან თუ დანასან ურთიერთობის თუ წარმოშობის თუ საკუთრების მოპოვების გზებიდან გამომდინარე ადამიანს. მაგალითად, ბოდიში ჩავართ რომ გაგაწყვეტინე. თუ ხედავ რომ მე ქუჩაში პოლიციელი მივდივარ და ადამიანს ცივი არაღი უჭერია და მისდევს მეორე ადამიანს, ამ ადამიანს ჯარიმაცდა დაუწევ და ეს არაღი უნდა წაართვა სამუდამოდ და ალბათ ხო, მაგრამ თუ ხედავ რომ მოსამართლე ამ შემთხვევაში, აი შენი შემთხვევა რაც იყო ხო, ან სხვა შემთხვევა რომ ადამიანი ვერ გაიგო ადამიანმა რაღაცა არ თქვა ცივი არაღი და პირობითად მანქანიდან წაართვეს ან ამჟამად და საფრთხეს საერთოდ არ წარმოადგენდა. ხო, და ამ ადამიანს არანაირი სავარდარო არ ქონია არასდროს. აი რა სამსახურება ამ დროს რო ართმევ. აქ ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი არის კიდევ რომ ყურადღება ჩვენაც არ გამოგვრჩება და საკონსტიტუციო სარჩელშიც ამაზეც უნდა გამოხვილდეს საუბრობთ ყურადღება. შევჯერდებით საბოლოო ჯამში რომ ზოგადად ჩანკონფისკაციის არსი არის ის რომ სამართალდარღვევის იარაღი მიგაქვს. სამართალდარღვევა ცივი იარაღის ქონა არ არის. ცივი იარაღის საკუთრებაში ქონათ და მფლობელობაც არ არის. ცივი იარაღის სახში ქონაც არ არის. ცივი იარაღის, ესე იგი ცივი იარაღში კი არ არის პრობლემა. ტარებაშია პრობლემა. შესაბამისად, ტარება სამართალდარღვევის აღკვეთა შენ შეგიძლია აღკვეთო იმის რომ ტარება აღკვეთო. ამ შემთხვევაში შესაბამისად ის ამ ადამიანს თუ შეუძლია ის დანა ისე წაიღოს შენგან და ისე გადაინახოს რომ ის ტარება და არ კვალიფიცირდებოდეს იმის ჩამორთმევა საერთოდ მიზანს აცდენილია მარტივი რაღაცის გამო. ახლა იტყვის რომ ხო ახლა იმ კონკრეტულ მომენტში ვიღაცა კონტრარგუმენტად იტყვის რომ პირობითად კაი შეინახა საბორგულში აღარ ცივი არას და უკვე აღარ არსებობს ის მოცემულობა რომ სამართალდარღვევის შემადგენლობა სახეზე გვაქვს მაგრამ მაგ ლოგიკით ამის კონტრა ხო შეუძლიაო რომ პირობითად მეორე წუთში აიყოს რომ მაგ ლოგიკით როცა ჩამოგართვეს დანას მეორე ათნაბის გადადგამ ნებისმიერ გადასასვლელზე მაღაზიაში შეხვდები კიდევ სამოქალაქო ბრუნვის ჩაოლებრივი იარაღი ყველგან იყიდება. იყიდ და კიდევ დაიკავებ. ესე იგი იმ მიზანში ვერ აღწევ, ანუ ცივი იარაღი კი არა ამოგაქვს სამოქალაქო ბრუნვიდან, როგორც დანაშაული იარაღი. იმ დანაშაულს ასე რომ ვთქვათ ანულირებას უკეთებ და ამის ანულირება ცივი იარაღის გაქრობით კი არ არის მიღწევადი. მიღწევადი არის თუ ტარების კომპონენტი აღდაო და ამოიღო საერთოდ და ეგ შეგიძლია ჩაულებრად სხვა მექანიზმებითაც და არა იმ კონფისკაცია. ახლა მეორე აქცენტი, რაზეც ჩვენ გავაკეთებთ, არგუმენტაციას დავამყარებთ, არის ისევ და ისევ ის ბუნდოვანება, გაურკვევლობა, არა გამჭვირვალობა, რაც კანონი, შემდეგ პრაქტიკა, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების და სამართლის ფარგლებში ნაწარმოების საქმეებიც იძლევა. მათ შორის ეს გადაწყვეტილებაც გამოგვადგება იქ, რომ სასამართლოც კი თავს არიდებს. განმარტოს რა არის ცივი იარაღი, იმიტომ რომ ამის მყარი ჩამოყალიბებული ერთიანი სტანდარტი დეფინიციის ფორმულირებას კანონმდებლიდან დაწყებული სასამართლოს დამთავრებული ყველა ერიდება, უფრო მეტიც სამჩვენ არგუმენტაციას, რომ ეს ბუნდოვანი და გაურკვეველია. თვითონ აქ თავრობის 38 ამ წლის 26 წლის 38 ბრძანებულებას ადასტურებს, სადაც თვითონვე თავრობის ხელმძღვანელია პრემიერი აწერს, ხო? ხელს. კი, პრემიერი უნდა აწერდეს რა პრინციპში. თვითონვე ამბობს, რომ მეოთხე მუხში აქ დადგენილებაში უწერიათ, ხო, იერარქი კობახიძე აწერს ხელს, რომ ექსპერტიზა ტარდება ყოველ შემთხვევაში. ანუ ექსპერტიზა რა შემთხვევაში გჭირდება, ხო, როდესაც მხარეები, ან რიგითი მოქალაქეები, ან სამართალწარმოების მხარეები, ან აღმასრულებელი ხელისუფლებას ვერ არკვევს. სჭირდება სპეციალური ცოდნა. არაფერი სპეციალური ცოდნა ამას არ სჭირდება. კანონში შეგიძლია კრიტერიუმები ისე ჩამოვაყალიბო, რომ ეს აბსოლუტური უმრავლესობისთვის იყოს ნათელი. სპეციალური ცოდნა შეიძლება დაგჭირდეს გამონაკლის შემთხვევებში. თუმცა ამ იმას რომ კანონს პრობლემა აქვს და ეგ არ არის ცალსახად და მკაფიო რომ ვერ გაარკვევს პოლიციელი და პოლიციელი არ იღებს პასუხისმგებლობას რომ ცალსახად გითხრას რომ ცივი იარაღი არის თვითონვე აღიარებს ხელისუფლება შესაბამისად ამით ადასტურებს იმას რომ თავისივე შედგენილი კანონი არ არის მკაფიო თავისივე თანამშრომელს ვერ უხსნის იმას რა არის ცივი იარაღი იმან პასუხისმგებლობა აიღოს ეს მეორე აქცენტი გვექნება ძირითადად გაკეთებული და ამ მეორე აქცენტს არსებითი მნიშვნელობა აქვს, როდესაც პოტენციურად სისხლის სამართალი შემოდის, ასე რომ ვთქვათ,
თვალსაწიერზე იმ გაგებით რომ შენ გემუქრება მეორე ეტაპზე თუ ერთხელ ცივი არაღის დარებისთვის დაგაჯარმეს მეორედ უკვე სისხლის სამართლის კოდექსი მოქმედებს და უკვე ციხეში მიდიხარ. ამ შემთხვევაში უფრო მაღალი სტანდარტია კიდევ რომ შენ პოტენციურად შეიძლება დაგიჭირონ ქონება ჩამოგართონ დაგიჭირონ და დაგაჯარიმონ. ანუ სამი კომპონენტი გვაქვს, ანუ მეტს აქ დახრე და არა გვაქვს. მეტი ყველაფერი არის რა დანდას. წარმოგიდგენია? ანუ და ამ შემთხვევაში მოეთხოვება ხელისუფალს და პარლამენტს კიდევ რომ გინდა პრაქტიკაში ან იმაში ეს კაფიობა და გამჭვირვალება შეიტანოს დღის სიცხადე შესწინოს ამ ყველაფერს. ამას ვერ აკეთებენ. არ აკეთებენ უბრალოდ და ამას ჩვენ არ ვითხოვთ, ახლა კიდევ იქაც ხას გავუსვამთ და ახლაც ვიცახით რომ ეს რაღაცა უკონტროლო სამოქალაქო ბრუნვაში იყოს ან ყველაფერი დაშვებული იყოს ან საერთოდ არავის არ უნდა მოკინდონ ხელი ან რაღაც. არა, ვიცოდეთ რაზეა ლაპარაკი. ვიცოდეთ და მაგაზე გქონდეს ჩვენი აზრი, ხო, ვიცოდეთ უბრალოდ. ეს ჩაგიკითხებით რამდენად სწორად დავსვავ კითხვას. ანუ ცივი არაღი რა არის მაგის ბუნდოვანებაზეა საუბარი კონსტიტუციით ბუნდოვანი არ უნდა იყოს კანონი თუ სწორად მესმის და კანონში პირდაპირ წერია რომ ბუნდოვანია იმიტომ რომ ექსპერტის გარშე ვერავინ წვევა. ხე ანუ კონსტიტუციით რო ვთქვა ეგრეა. კონსტიტუციაში წერია აგე ესეცი წავიკითხავთ მაყურებლისთვისაც აქედან გამომდინარეობს ეგ პრინციპი 31-19 პუნქტში ეს კანონის კითხულობ კონსტიტუციაში წერია რომ არავინ კანონია უმაღლესი კანონი ზოგადად. ეგეც კანონია ოღონდ უმაღლესი კანონი. პასუხის ქმედებისთვის რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. რას ნიშნავს ხო რომ მე როდესაც მაქვს წესი ანუ სამართალდარღვევა ან სისხლის სამართლის კოდექსი და არ ვიცი აქედან რა არის დასჯადი მე ვთვლი რომ ეს არ არის აქტუალური ქმედება. ხო? მიხდირას ვამბობ? მოკლედ არსებობს წესი. შეიძლება ბევრ ამაზე ვთვლიდე რომ არ არის დასჯადი, მაგრამ დასჯადი არა, შენ ვთვლიდე მაგაზე არ არის, გარკვევადი უნდა იყოს. შენ უნდა შეგეძლოს გაიგო რა არის ცივი არაღი, რომ მიხვდე რა. შეიძლება ეგ არ მიგაშდეს, სწორად არ მიგაშდეს, ეგ მეორე საკითხია. აი მაგალითად მე რო დავწერო ახლა სისხლის სამართლის კოდექსში რომ დასჯადია ისეთი ქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ მორალს. ო, გაუგებარი. რა ვიცი, მე 1000-ნაირი საზოგადოებრივი მორალი არსებობს, ხო? და იმის გამო რომ მე არ ვიცი რა არის ზუსტად დასჯადი, მე შეიძლება მაგალითად ჯამლად თვლიდრეს რომ საზოგადოებრივი მორალის დარღვევა არის რაღაცა X-ი, შენ თვლიდე რაღაც Y-ი, მე რა გავაკეთო, ხო? ამიტომ ანუ ჩვენ თუ დავამტკიცებთ საკონსტიტუციაში რომ ვერ გავიგეთ რა არის ცივი არაღი და რა არის და დავანახებთ მაგას ავტომატურად მოექცევა მაგის ქვეშ. ხო, ანუ რეალურად ანუ რაღაც არის აკრძალული. ეს რაღაცა რა არის? ეს არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული. ეგ უნდა იყოს მკაფიოდ. მაგალითად საკონსტიტუციო სამართლოს ფორმულირებული რომ გავიგოთ ყველამ ზოგადად. პრაქტიკით ეგეთი დადგენილება გვაქვს, დადგენილი პრაქტიკა გვაქვს, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები ადვოკატთან კონსულტაციის ან იურისტთან კონსულტაციის მერე უნდა იყოს გასაგები. ანუ ჩვენთან რომ მოხვალ, ან ჯამლათთან ან სხვასთან რომ მიხვალ, ადვოკატს და იურისტს უნდა შეეძლოს რომ გითხრას რა არის დასჯადი. ხო, მაგალითად, საკონსტიტუციო სამართლის გაუქმებია, რამდენად სასწილოც არ უნდა იყოს ან ისეთი, ცოტა ისეთი მუხლი, რომელიც სჯის პორნოგრაფიის შექმნას გავრცელებას. რატო? იმიტომ რომ არც კანონში არ გვიწერია რა არის პორნოგრაფია. გავიგე. შესაბამისად რანაირად უნდა დასჯო ადამიანი ისეთი კოდებისთვის, რომელიც არც არ არის განსაზღვრული. პირობითად ვიძახი, ჩვენთან მოხდა. უფრო სწორად შეიძლება ანუ შეხედეთ აი პორნოგრაფიას პირობითად ხო? შენ ამ პორნოგრაფიის სად არის? რაღაცა ეგ არ შეიძლება უბრალოდ კოცნაც კი, მაგალითად ტელევიზიის გაცემა ვიღაცისთვის პორნოგრაფია იყოს. ვიღაცისთვის სადღაც იწყება, ვიღაცისთვის სადღაც თავდება. სახელმწიფო უნდა განსაზღვროს ეგ, პირობითად ვიძახი რა. ეგ ბედნიერება გვექნება სხვა შორის, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს ეგეთი წესი, ანუ უნდა იმისჯერონ. რა. დებატები იქნება დახოცავად ერთმანეთს. მაგასთან დაკავშირებით სადგარის ზღვა არის. თავდაცვის საშუალებების ზერო ხელისუფლებაში მოვიდა, პირველ მაგაზე წავიდა დებატები. და გარდა იმისა, რომ შენ უნდა იცოდე, ანუ აქ ამ საქმეში რაც გვაქვს და ჩვენი სტრატეგიაც ეგ არის რა, რომ ერთი არის რომ ჩვენ ვამბობთ რომ ბუნდოვანია და რაღაცები არ გვესმის, მაგრამ სასამართლომ შეიძლება ეს კითხვა დასვას, რომ არსებობს თუ არა რამე გზა, რომ შენ გაიგო რა არის ცივი არაღი. ეგ გზა შენ ბევრჯერ ცადი, ხო? წახვედ სამხარაულში, კითხე ბევრ დანაზე თუ სხვადასხვა ნივთზე არის თუ არა ცივი არაღი და მაგაზე დაგაჯარიმე სადაც სამხარაულში. ანუ არც ერთი მექანიზმი არ მაქვს მე მოქალაქეს, წინასწარ ვიცოდე რაღაც არის თუ არა ცივი არაღი, ამ შემთხვევაში და შეგვიძლია რომ ვატარო, ხო? და მათ შორის
მაგალითად კრიმპოლს რო ქონდეს ეგეც კრიმპოლი რა არის ბოდიში კრიმინალურ ექსპერტიზას რო ქონდეს სერვისი თავიანთ ექსპერტებს რო ვკითხოთ და იმათ გითხრან აი ეგ მაინც გქონდეთ ხო ანუ ეგეთი მექანიზმი არ არსებობს რომ არ დავჯარებდო ხო აი სახელმწიფოს მათ შორის რამდენჯერ მიმართეთ ევალდებულებას მოქალაქესაც არ აქვს ანუ ჰიპოთეტურად ან მე ფულის დახარჯვა არ უნდა მიწევდეს რა შენ ექსპერტიზები თუ ატარი ანუ არაფერში არ უნდა გჭირდებოდეს ეგ ექსპერტიზა უნდა გჭირდებოდეს შენ უნდა გაერკვე მაგაში ექსპერტიზა შეიძლება გჭირდეს იშვიათად გამონაკლისის შემთხვევებში როდესაც კი კანონი მკაფიო, მაგრამ რაღაცა მაინც ვერ არის ესეთი, რაც ჩვენ ცოდნას შეესაბამება და რაღაცა დამატებითი კვალიფიკაციის მქონე ნამდვილი ექსპერტი მჭირდება რა. გავიგე ყველაფერი და კიდევ დავუთ მე მგონი რაღაცას, ხო? მგონი არაფერს. დაუყოვნებლივ? ნუ დაუყოვნებლივ გამოყენებაზე შეიძლება დავიდაოთ მაგაზე კიდევ ვფიქრობთ როგორ და რანაირად, იმიტომ რომ სასამართლო გვეუბნება რომ არსებობს პრაქტიკები რომელიც ჩვენ ცნობილი არ არის თუ მოვიპოვეთ და დამაკმაყოფილებელი იქნა საუბრობთ. ხო, იმაზეა დამოკიდებული ერთი გაგებით ეგ და მეორე აქ თუ ვერ მოვიპოვეთ შეგვიძლია დავაყენოთ და თუ იქამდე მივა იქ გამოიხოს. მაგნაცილშიც ვნახოთ შეიძლება ეგეთი მოთხოვნა ხო, იმიტომ რომ ახლა საქმეები ხო გვაქვს აგე გადასკოჩილი ქონდა მე ჩანთაში მქონდა. უბრალოდ ერთი პრობლემა რაც არის საკონსტიტუციო სასამართლოში და მათ შორის აი ერთ-ერთი საქმე რომელზეც მოქალაქე საკონსტიტუციო სასამართლოში დაობდა ცივი არაღზე იყო რომ ასაჩივრებდა წესს 191 პრიმა მუხლს და ამბობდა რომ არ შეისწავლა პოლიციელმა მე როცა ჩავმართოს ცივი არაღი რომ გამორჩეული გარემო არსებობდა თუ არა და სასამართლომ ეგ შეისწავლაო და გაამართლაო. და საკონსტიტუციო სასამართლომ უთხრა რომ ეგ კანონის პრობლემა კი არ არის, პრაქტიკის პრობლემა არის, ხო, როგორ იქცევიან პოლიციის თანამშრომლები. და ეგეთი მოთხოვნების დაყენება ჩვენც არ გვინდა რომელიც სადავო იქნება რა. გავიგე. კაი. რისეც არჩევი გვინდა დავწეროთ, რომელსაც დიდი ალბათობით და დააკმაყოფილებს ეს. ახსენით აბსოლუტურად ისიც უნდა გავთავისუფლდეთ ხო რომ იმაში არ ცხოვრობთ რა ქვია აბსოლუტურად სამართლების სახელმწიფოში უზენაესობის პრინციპის დაცვა თვითვალისწინებ თუმცა თუ რაც ახსენეთ ნუ აბსოლუტურად გასაგები არის და ჩემთვის ყველანი ლოგიკა რაც მაქვს ნუ ეგ უნდა წესით გავიტანოთ თუ გავიტანეთ და მოვიგეთ ეხლა ესეთი დაუგეგმავი კითხვა გამიჩნდა ამათი უყურმართობიდან გამომდინარე იმდენად ეს რაღაცა 40 იმიტომ ჩაწერეს 40 მმ იმიტომ რომ მე 60 მმ-იან დანებზე მქონა ბევრი დაწყვეტა. მრავალსაგნობრივი იმიტომ ჩაწერეს რომ მე ვთქვათ Spider-Co-ზე მქონა და ეგეთი რაღაცეები. აი მაგალითად შეიძლება რომ ისე მახინჯურად აი ვთქვათ ცივი არაღი და ცივი არაღის მაგალითად უბრალოდ იარაღი ჩაწერონ. ან სხვა სახელი დაარქონ ანუ ხვდები და ისევ ისეთი მახინჯობა რაღაცა მიიღო. კი. ანუ ქონი არაერთხელ საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში რომ მოგვიგია საკონსტიტუციო სასამართლოში დავა და პარლამენტს ისევ არაკონსტიტუციური წესი მიუღია. მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ისევ მიმართოთ სასამართლოს, გამძლევი ნორმა ქვია, ოღონდ ანუ უფრო მარტივად, მაგრამ ისევ სასამართლო გჭირდება. იმ გაგებით რომ დაასრულოს შინაარსობრივი თვალსაზრისით ერთია, რაც გადაარქმე ტექნიკურად გადმოვარქმე. ანუ თლად იგივე გზის გავლა არ მოგვიწევს. ანუ სარჩელით უნდა მიმართოთ სასამართლოს, უბრალოდ ვთქვათ რომ არსებითად კი არ განიხილო, არამედ გამწესრიგებელ ხდომაზევე გადაწყვიტა, აი მაგალითი რო გითხრა, ხო, ეს საქმე ქონდა ახლა შენ რო დაგაჯარიმეს ხო მაგ ინფორმაციას ადრე შესაძლოა ინახავდა უვადოთ თე რაც კი მოკლედ უადა არსებობს ანუ უსასრულოდ ინახავდა მაგ ინფორმაციას ჩვენ დავდით რომ მაქსიმუმ 1 წელი უნდა ინახავდე მაგ ინფორმაციას იმიტომ რომ 1 წლის მერე სახელი დადებული აღარ ხარ მოუგეთ ეგ დავა სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლოა და შესაძლოა ეხა 20 წლით ინახავს დაახლოებით. უადოს აღარ ინახავს. და მაინც არ ჭირდება 20 წელი, იმიტომ რომ 1 წელი ჭირდება. და კიდევ დაგჭირდა დავა. და ნუ ნახოთ რას გადაწყვეტ სასამართლო რა. ანუ ხვდები ხო? ჩემზე რომ მოიტანეს, დასტა რომ მოიტანეს. პარკინგი 20. იქიდან რაღაც აკუნიდან გაგიბუჭებია. ყველაფერი იცის შესაძლოა. კეთილი. და მათ შორის ახლა ვინმე თუ არის ვინც მაგის გამო ციხეში იქნება ჩვენ თუ მოვიგებთ ამ საკონსტიტუციო არჩევს ისინი უნდა გამოვიდნენ ციხეში მართლა? ციხეში ხედან ვიცით რომ ხედან და ნუ ხო ცივი არაღის ამბობს ავტომატურად გავრცელდება უბრალოდ სასამართლოს უნდა მიმართა რომ აგერ საკონსტიტუციო განწყობილება და გამომიშვი გარეთ და სასამართლო მაგალითად მარიხუანა საქმეზე ეგრე მოხდა, ხო? მე ბევრი ადამიანი რომ დატოვა ციხე. ერთ რაღაცას ვიტყვი წეგან გამომრჩე რომ იკითხე 1 წლის იმაზე, ხო? სისხლის სამართლის კოდექსში და მათ შორის
აი, ნახეთ. მხოლოდ ცივი არაღის ტარებისთვის ნასამართლები პირი არ არის, ვინც ცივი არაღს განმავლობის შემთხვევაში ერთ წუთის სჯება. იქ არის ნარკო დანაშაულზე სახელდადებული პირებიც. სახელდადებული თუ არა. ან თუ ნარკო დანაშაულზე ნარკოტიკის მოხმარების სამართალდარღვევად მიჩნეული და ცივი არაღი გააქვს, მაგისთვისაც ის სამართალდარღვევა შეიძლება დაგეკისროს. ნუ ესეც შეიძლება რაღაც საინტერესებდეს და დავიწყოთ. რაღაცა შემთხვევები გამიგია, რომ პირობითით რო არიან, პირობითიც რო ხო, გააჩნია რითია პირობითი, ანუ გააჩნია რითია პირობითი. თუ იმით ავტომატურად ანუ პირობითზე მარტო არ იქნება. ანუ პირობითი ასე რომ ვთქვათ, თუ აქვს ადამიანს, ექნება განსაზღვრული ვალდებულებები და ის თუ დაარღვია მათ შორის. ეგეც წეს თუ ჩაიდინა, შეიძლება შეუბრუნდეს. ოღონდ ცივი არაღის ტარებაზე კი არა, ისევ ის დანაშაული, რომელიც ის გაუწევს. გასაგებია. რომლის გამო პირობითი ჩავს იხდიდა. კეთილი. მე მგონი თქვით ყველაფერი რაც თქმელი იყო. ამ ეტაპამდე კი. ამ ეტაპამდე თქვი. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შევხვდებით. ჩვენ შევხვდებით. ნუ ალბათ რაღაცა ეტაპამდე რომ მივალთ, მე კიდევ პროცედურას რაც შეეხება და იმას თუ გავითვალისწინებთ წინ რაც გველოდება და გვაქვს, სალაპარაკო ბევრი იქნება. ნუ მათ შორის ის საკონსტიტუციოსაც რასაც ვფიქრობ ახლა მარტივად იქაც არ არის საქმე არც ვადების თვალსაზრისით და არც სამართალწარმოების თვალსაზრისით, მაგრამ თუ იქამდე დასვით ეტაპამდე მივაღწევთ ის მსჯელობაც პირობითად საჯარო იქნება და მაგას თქვენც ნახავთ თქო საკონსტიტუციო სასამართლო როგორც ესე ლაივში უშვებს. საკონსტიტუციო ლაივში უშვებს ხო როცა იქნება და მან ათუმელებს შეუძლათ მოვიდნენ. ექსპერტებსაც მოისმენ პირობითად მივა იქამდე იქ შეგვიძლია ამდენ თვითონაც მოსამართლეებსაც თვითონ მიდიან იმ დასკვნამდე თვითონ ხშირად თვითონ იბარება. ხო. ნუ თან ეხა მაგის თქმაც ალბათ სწორი იქნება, რომ ისეთ საქმეები, რომელიც გარკვეულწილად რეზონანსული არის, იმ გაგებით, რომ ბევრ ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა, ხო? სასამართლო კიდევ უფრო სხვანაირად უდგება ხოლმე. და იმის გამო, რომ მე რამდენიც მაქვს ინფორმაცია და რაღაც ჯგუფიც გაქვთ, ხო? ამ საკითხზე ბევრი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას, კარგი იქნება, რომ ეგ მხარდაჭერაშიც გამოხატონ ამ საქმის, იმიტომ რომ სასამართლოც დაინახოს, რომ მარტო შენ არ ხარ და ბევრი ადამიანი. ის რომ მაგალითად, რა ვიცი, ისაუბრონ ამ საკითხზე. ხო, ან რა ვიცი, მეუნაერად შეიძლება თუნდაც იქ გამოცხადებას, თუნდაც რა სოციალურ ქსელში აქტიურობას საიმედო ანუ ის რომ საზოგადოებრივი აზრი შეიქმნას ამ საკითხზე, ხო, რომ დისკუსია მიდის და ანუ ეს ჩვენ ხო არ მოგვიგონია ეს პრობლემა. უამრავი ადამიანი არის, ვისაც ანუ სახელმწიფოც და სასამართლოს ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ასპექტია შეხედოთ, რომ ეს ერთეული პრობლემაა თუ მასობრივი პრობლემაა, თუ მასიური პრობლემაა და მას ასე გააწუხებს უკვე უფრო მეტი დაფიქრება და მეტი შეწუხება ძალებში მართებ. კი, ქონია საქმე, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს გვიმართავს და მანამ სასამართლო მორჩება და მანამდე შეუცვლიათ წესი იმის გამო რომ დაინახეს, რომ ხო. აი, ასეულობით ადამიანს უთქვამს, რომ შევიკრიბოთ რაღაცა თქვა და ყოველთვის ყველა ჯერზე დანარჩენი მოკლასელებმა რო იცი. კი, აი სასამართლო რო იქნება, მაშინ შევიკრიბოთ ესე ვთქვა და გავავსოთ დარბაზი და შეიძლება გზას გადავკეტოთ. ეგ ხო იცის როგორ. ის გადაკეტვაზე დამატებით თავის ტკივილს არ ემატება. არა, სიმრავლიდან გამომდინარე. ეგ სპეციალურად კი არა. იმდენი იქ არ არის ვიწრო გზა სხვათა შორის საკონსტიტუციოს. წინ ბათუმში ეგ სასამართლო და ბათუმში შევხვდებით საკონსტიტუციოდან გამომდინარე. კეთილი. სანამ დავიმშვიდობები ჩვენ მაყურებელს, მაშინ მე მინდა რომ ამ გადაცემაში გითხრათ ძალიან დიდი მადლობა. ბევრს უთქვამს ხოლმე რომ ალბათ ძალიან ძვირიჯდება ეს იურისტები და რაღაცა და მინდა გითხრათ რომ ძალიან გვერდში გვიდგანან ეს იურისტები და არა მარტო მე, მთლიანად ჩვენს კომუნიტის და რიგით მოქალაქეებსაც, იმიტომ რომ უამრავს აქვს პრობლემა. შესაბამისად, ვასილი, ჭამლად ძალიან დიდი მადლობა. ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დათმობილი დროსთვის და აბა წარმატებები ჩვენ. მადლობა ჩვენს მაყურებელს.